ხელი მიადო, ფეხი წრედი შეიკრა და მხოლოდ თქვა ვახ. და ჩაიკეცა. წამიერად მომიკლა ბავშვი. დათუნა ჟღენტის ტრაგიკული დაღუპვიდან დღეს 2 წელი გავიდა. საქმე ჯერ სასამართლომდეც კი არ მისულა, პროკურატურაშია გაჩერებული. 2 წლის შემდეგ შვილმკვდარმა ოჯახმა ისიც კი არ იცის, ვის დაუდევრობას შეეწირა მათი შვილი. ამ საქმეში ბრალდებულიც კი არ არის გამოკვეთილი. დღევანდელი მონაცემებით რაც არის, არავინ არ არის ეჭმიტანილი, აქედან გამომდინარე არავინ არ იქნება ბრალდებული და აქედან გამომდინარე არავინ არ იქნება დაკავებული. მე ვამბობ, როგორც დათუნა ჟღენტის დედა, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, რომელმაც დამიღუპა შვილი. მომიკლეს გამოდის შვილი. სიცოცხლით სავსე ქალაქი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და ყოველჯერზე საკუთარ მწარე გაკვეთილზეც კი ვერაფერს სწავლობს. გამოცდილება აჩვენებს, რომ კანონის დარღვევისა თუ დაუდევრობისთვის ან არავინ, ან მხოლოდ ყველაზე მოწყვლადი დაბალი რგოლის მოხელე თუ ისჯება. წყნეთში 16 წლის სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვის გამო კი ამ დრომდე არც გამოვლენილი და არც დასჯილი არავინა. შვილმკვდარი დედა სისტემის წინააღმდეგ სამართლის ძიებაშია. ბრალსდებ დაწყებული გამგეობიდან მერიიდან დამთავრებული ტენდერის მომგები კომპანია ვინც არის ჩემთვის ხო მოცემულობა არ შეიცვლება რა ამ მდგომარეობაში დათუნა გამიცოცხლდება არ გავჩერდები ყველას ბრალსდებ გაბრაზებული ვარ საშუალად და ამაზე მეტიც ბრაზის იქით კიდე რა ყველას ვადანაშაულებ და მოვითხოვ რომ ყველა სათანადო დაისაჯოს ზუსტად 2 წლის წინ ამ დღეს საკალათბურთო მოედნიდან დაბრუნებული 16 წლის სპორტსმენი გიორგი შერვაშიძის ქუჩაზე ვაკე საბურთალოს ბალანსზე არსებულ სკვერში ფანჩატურში მოსასვენებლად ჩამოჯდა. გამოძიების ვერსიით კუსტარულად დამონტაჟებულმა ელექტროკაბელიდან დენმა მეტალის კარკასში გაატარა. მაღალი ძაბვისგან მიღებულ ტრამვას დათუნას გულმა ვერ გაუძლო და ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. ვაკე საბურთალოს გამგეობაში ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ საქმის 5 ტომად შეკრული მასალები მოვიპოვეთ. საქმეს 2 წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებს, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრები პასუხებს პირველ რიგში ვაკე საბურთალოს გამგეობისა და დედაქალაქის მერიისგან ითხოვენ. შვილმკვდარი დედა თბილისის მერთან პირადად შეხვედრას უკვე 2 წელია უშედეგოდ ითხოვს. 2 წელი გავიდა დათუნა ჟღენტის ტრაგიკული დაღუპვიდან გახსოვთ წყნეთის შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ დედამისთან ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელიც გვეუბნება, რომ უკვე 2 წელია ითხოვს თქვენთან პირადად შეხვედრას. კალაძე ირწმუნება, რომ შვილმკვდარი დედა ტყუის, როცა ამბობს, რომ თითქოს მასთან შეხვედრა მოინდომა და ეს არ გამოუვიდა. ამასთან პასუხისმგებლობას სრულად იხსნის ახალგაზრდა ბიჭის ტრაგედიაზე. გვირჩევს, თუ კი საქმე გვაინტერესებს, სხვა უწყებებს მივმართოთ. არასახელებს რომელს. თუ ვინმე დაისაჯა, თუ ვინმე გამოვლინდა. ფაქტია მსგავსი ფაქტი არ მახსოვს, რომ ვინმეს მოეთხოვოს შეხვედრა, თუნდაც ქალბატონს რა პრობლემაა შეხვედრის. გამოძიებას რაც შეეხება, შეკითხვები მე მგონი არ უნდა დავუსვით შესაძლებლობას და ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ეს არ არის მერიის საქმე. ყველა უწყება ხელს ერთმანეთისკენ იშვერს. დათუნას და 2 წლიან დუმილს ფორმულასთან არღვევს და მუნიციპალიტეტის გარდა გულგრილობაში საგამოძიებო სტრუქტურებსაც ადანაშაულებს. ჩვენ ხო სიცოცხლის სავსე ქვეყანაში და ქალაქში ვცხოვრობ და დათუნა ზუსტად ის ბავშვი იყო და ის ბიჭი იყო, რომელიც ზუსტად სიცოცხლით სავსე იყო. მისი ადამიანობიდან გამომდინარე, მისი თვისებებიდან გამომდინარე, კალათბურთის თამაშის მეტი და ადამიანებთან მეგობრობის და სიცილის მეტი არაფერი გაუკეთებია 16 წლის მანძილზე და ყველა რა თქმა უნდა ირიდებს მის სიკვდილზე პასუხისმგებლობას. ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრების მსგავსად კორუფციის საკითხებზე მომუშავე მკვლევრებისთვის პასუხისმგებლობის ყველა ის არის მუნიციპალიტეტს მიემართება. უფრო მეტიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დათუნა ჟღენტის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას პერსონალურად კახა კალაძეს აკისრებენ. ვერ აღმოაჩინეს, ანუ ესე იგი არ მუშაობენ ისე როგორც საჭირო არის და საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი ისევ ამ კონკრეტულ საქმეზეც არის ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ თბილისის მერი კალაძე.
დათუნა ჟღენტი კრეფსითის სახეა სისტემას შეწერული ბავშვების, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, კორუფციაში ჩაფლული სახელმწიფო სტრუქტურების დაუდევრობამ და გულგრილობამ იმსხვერპლა. ჩვენი რესპონდენტები დედაქალაქის მერიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურების ინდიფერენტულობაზე საუბრისას გვერდს ვაკის პარკის ტრაგედიას ვერ უვლიან. სამი წლის წინ 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ ორ მოზარდს დენმა დაარტყა. ბავშვები გადარჩნენ, მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის ჩოგბურთელი მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ საზეიმოდ გახსნა. ამ საქმეზე 9 პირი დააკავეს, აქედან ამ დრომდე 8 პატიმრობაში რჩება. მერის მხრიდან ფაქტიურად უგულებელ ყოფილია საჯარო სივრცეების უსაფრთხოება, მაშინ როდესაც მათი პირდაპირ ვალდებულება არის საჯარო სივრცეებში მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოება და აი ამ ყველაფერს, ამ უყურადღებობას და აი ამ უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას ეწირებიან ჩვენი მოქალაქეები. 16 წლის კალათბურთელის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ობიექტზე რეაბილიტაციას მერიის წარმომადგენელი აწარმოებდა, რომელმაც გაურკვეველი წარმომავლობის ელექტროკაბელი ადგილზე ნახა, დოკუმენტებშიც დააფიქსირა, თუმცა მავთული არ ჩახსნა და საფრთხე არ აღმოფხვრა. რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა. 2 წლის შემდეგ ამავე სკვერში ისევ შეხვდებით ღია თხრილებსა და გამოშვერილ მეტალის სტრუქტურებს, რაც პოტენციურად მორიგი ტრაგედიის დადგომის რისკებს ისევ აჩენს.